მარიტ არიელაძე გიამბობთ, როგორ ცხოვრობენ სოციალურად დაუცველი ზოიძეების შუახევში. 5 წევრიან ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია, ისინი მეწყერ საშიშ ზონაში თავს მეზობლის სახლს აფარებენ. ამის მიუხედავად ოჯახის შესაძლო ნებისმიერ დროს ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს. სოფელ სხებში მცხოვრები ზოიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება. ოჯახის 5 წევრიდან 2 შეზღუდული შესაძლებლობისაა. 9 წლის ბავშვს და ოჯახის უფროსს კი ქრონიკული დაავადების გამო ინტენსიური მკურნალობა ესაჭიროებათ. ოჯახის შემოსავალი 450 ლარს არ აღემატება. ვართ ძალიან გასაჭირ მდგომარეობაში, არ გაგვაჩნია ჩვენი საცხოვრებელი, არაფერი. 3 ინვალიდი ვართ სახლში. ქმარი და შვილი დაავადებული არიან ეპილეფსიით, დახმარებები და რაც ფულია მიდის წამლებში და მკურნალობაში. ზოიძეებს საკუთარი საცხოვრებელიც არ აქვთ. ისინი უკვე 10 წელია მეზობლის სახლში ცხოვრობენ, რომელიც მეწყერ საშიშ ზონაში მდებარეობს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას სოციალურ სახლში ბინის გამოყოფისა და სხვა სახის დახმარებისათვის არაერთხელ მიმართეს. ცხოვრობ რამდენიმე ხანია მამაშების სახლში, ბევრი ვიყავით, გაუნაწილეთ, გავედით მეზობლის სახლში. და მეწყერ საშიშ ზონაში სახლიც. ამოდენმეჯერ მიმართე თავრობას. აჭარის თავრობას მიმართე, შუახევის თავრობას მიმართე და არაერთი შედეგი არ იქნა. არიან სხის ოჯახში. აი ის ოჯახიც არის მეწყერ საშიშროებაში. ჩვენც მეზობლების რაც შეგვიძლია ვეხმარებით, მაგრამ თხოვთ თავრობას, რომ გაითვალისწინოს ამ ოჯახის გაჭირება და დაეხმაროს. შუახევის გამგეობაში განაცხადეს, რომ ზოიძეებს ყოველთვიურად უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტები. ბინით უზრუნველყოფის საკითხი კი ამ ეტაპზე ვერ მოგვარდება, რადგან სოციალური სახლის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი. მომართვა ჰქონდა აგრეთვე სახურავთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ მის საკუთრებას არ წარმოადგენს ეს არსებული საცხოვრებელი სახლი, კანონიდან გამომდინარე ვერ ვახერხებთ მასზე რაიმე სახის ფინანსურ ან მატერიალურ დახმარების გაწევას. უსახლკაროთა სიაში შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 18 ოჯახია, მათ შორის სოფელ სხეფის მკვიდრი ელგუჯა ზოიძეც. გამგეობის ინფორმაციით ამ კატეგორიის ოჯახების დასახმარებლად მუნიციპალიტეტს ჯერჯერობით შესაბამისი პროგრამა არ გააჩნია.